საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. სოფელი ნუკრიანი მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში ვერ მოხვდა. რა გახდა ამის მიზეზი და რა სითხოვენ აქაურები? რამოდენიმე წლის წინ მაღალმთიან ზონაში გავედით და ეხლა რატო არ უნდა გავიდეთ არ მესმის. რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდება თუ კი რაღაცა შეღავათებს დაგვიწესებენ. განათლების მინისტრის მოადგილე გურჯაანში და შეხვედრა პედაგოგებთან. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც გაგრძელდება სქემის სრულ დანერგვამდე. H1N1 ვირუსი საქართველოში შეწყდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში? არ არის გაცდენების რაოდენობა იმ დონეზე, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი გქონდეს. თელაველი ოჯახის ისტორია, რომელმაც მიცვალებულზე შემოსული თანხა ბავშვთა სახლს გადაურიცხა. რას ფიქრობს საკითხზე სამღვდელოება და ხალხი? უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ქელეხის ტრადიცია ქველმოქმედებამ? მამა პაპამ ესე დააწესა და ესე უნდა იყოს. ეს უბრალოდ აი ხალხის განსხვავება. გადადის სიცილკისკიში და ეს რა თქმა უნდა ამახინჯებს ამ ტრაპეზის ფორმას. ვიღაცა გვეძახის სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სიმარტოვე ეს უდიდესი ტკივილი კაცობრიობის. როგორმე აღმოფხვრა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ნუკრიანი მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში ვერ მოხვდა. საკითხს მოსახლეობა აპროტესტებს. აქ შიშობენ, რომ თუ სოფელი სტატუსს ვერ დაებრუნებს, ხალხისგან დაიცლება. სათემო კავშირში ნუკრიანი მიაჩნიათ, რომ სოფელი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და უკვირთ თუ რატომ ვერ მოხვდა ის სიაში. მით უფრო რომ გასულ წლამდე საჯარო სკოლა მაღალმთიანი სკოლის შეღავათებით სარგებლობდა. სტატუსის დასაბრუნებლად სოფელში აქტივისტთა ჯგუფი შეიქმნა. ვერაიაშვილის სიუჟეტი დეტალებით. სიღნაღის რაიონის სოფელი ნუკრიანი, რომელიც ზღვის დონიდან 958 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 2003 წლიდან მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდა. თუმცა ამ ეტაპზე ახალი კანონის თანახმად ის ამ სოფლების ჩამონათვალში ვერ მოხვდა. დემოგრაფიულობა და პერიფერიულობა. ეს ის აუცილებელი კრიტერიუმებია, რომ ნუკრიანი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელი გახდეს. სათემო კავშირის ნუკრიანის დირექტორი მაია ბიძინაშვილი ამბობს, რომ სოფელი ინფრასტრუქტურის და დემოგრაფიული მდგომარეობით, კლიმატური გარემოსა და დიდი მიგრაციული მაჩვენებლებით ყველა იმ კრიტერიუმს პასუხობს, რაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებისთვის არის საჭირო. მისივე ინფორმაციით, სოფელში აქტივისტთა ჯგუფი შექმნეს და სიღნაღის გამგეობასთან თანამშრომლობით ეცდებიან ნუკრიანს დაუბრუნონ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ის კანონი, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა, ძალიან ცუდად შეეხო ნუკრიანს. ნუკრიანი 2003 წლიდან იყო მაღალმთიანი სოფლების რიცხვში და სოფელს ამით ძალიან დიდი სარგებელი ჰქონდა. იყო დრო, როდესაც ნუკრიანელი ქალბატონები 55 წლის ასაკში გადიოდნენ პენსიაში, მამაკაცები 60 წლის ასაკში, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხნით იყო. სოფლის აქტივისტებით შევქმნით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოიძია ის კრიტერიუმები, რომელიც საჭიროა რომ სოფელმა დააკმაყოფილოს და ვფიქრობ, რომ ეს საქმე გამოვიდა ნუკრიანი აპრილის თვიდან ისევ შევა მაღალმთიანი სოფლების რიცხვში. ნუკრიანისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის დაბრუნებას ითხოვს სკოლის დირექტორი ნინო ბახტურიძეც. მისი თქმით, 2003 წლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლა მაღალმთიანი სკოლის შეღავათებით სარგებლობდა, რასაც ამჟამად ვეღარ იღებენ. სიკეთებს რაც შეეხება გქონდა ის, რომ ჩვენი სკოლის ვაუჩერი 5%-ით განსხვავდებოდა ყველა სხვა სოფლის ვაუჩერისგან. ჩვენი სოფელი მიიღებს, რა თქმა უნდა, ისევ მაღალმთიანობის სტატუსს, მათ დაფინანსება ისინი სრულად დაფინანსდებიან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გრანტით და ეს არის ძალიან დიდი პლუსი, იმიტომ რომ უამრავი მოსწავლე, რომელიც ეკონომიურად გაჭირვებულია, მაგრამ ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, ისინი ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას. ნუკრიანის მოსახლეობის ინფორმაციით კი თუ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ ექნება, სოფელი დროთა განმავლობაში ხალხისგან დაიცლება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი ის პირობა, რომ გავიდეს. თოვლი მარტო აქ იყო. სხვაგან არსად არ ყოფილა თოვლი 40 სანტიმეტრი აემაზე. არ მოდის მოსავალიც, აღარ მოვდის, აქ ადგილზე არ მოვდის ეხლა და. თქვენი შემოსავალია, იდით. შემოსავალი აფერი. კარტოფილი და ლობიო მოყვავდა და ის აღარ მოდის. გამოიფიტა ეს მიწები. როგორ ფიქრობთ, თქვენი სოფელი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ შევიდეს? ნამდვილად აკმაყოფილებს, კინეცვალი.
აი არაფერი მოსავალი ჩვენთან ისეთი არ მოდის, ხილი არ მოდის, არაფერი ნორმალური, რა ვიცი, სულ იყინება. ადრე იყო რამოდენიმე წლის წინ, მაღალმთიან ზონაში გავედით და ეხლა რატო არ უნდა გავიდეთ, არ მესმის. 150 მეტრი აქ არის და 1300 მეტრი იქ არის უკვე ზევით, სადაც ანტენა დგას. ჩვენ მაღალმთიანში გავიქ ნახევარი სოფელი ზემოთაა. წინა პარლამენტს მოწვევა. არის აკამაყოფილებს თავის იმებს იმ სიმაღლეზე ვარ. რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდება თუ კი რაღაცა შეღავათებს დაგვიწესებენ. თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების დეპარტამენტში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ნუკრიანი ვერ მოხვდა მაღალმთიანი სოფლების სიაში. თუმცა 3-დან 2 კრიტერიუმს მაინც თუ დააკმაყოფილებს, სოფელი უახლოეს მომავალში დაიბრუნებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსს. პირველი არის დემოგრაფიული კრიტერიუმი და უნდა კონდეს დემოგრაფიული კლება, მოსახლეობის რიცხოვნობის მნიშვნელოვანი კლება. მეორე კრიტერიუმი არის მთის, ესე იგი, მახასიათებელი არის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობის სავარგულების სიმცირე და სიმწირე. მთის ეროვნულმა საბჭომ დაასახა თარიღი, როდესაც მიიღებს ამ დამატებით სოფლებზე განაცხადებს, ეს არის 1 აპრილი. და შემდეგ თუ დააკმაყოფილა ამ კრიტერიუმები, მიეცემა ამ სოფელს სტატუსი. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ნუკრიანის გარდა სოფელი ჭერემიც ვერ მოხვდა მაღალმთიანი დასახლების სოფლების სიაში. დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდნენ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ნუკრი ქანთარიას დაესწრო, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ კითხვებზე მომწურავი პასუხები მიეღოთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა შევიდა დანერგვის აქტიურ ფაზაში. მასწავლებლებს უკვე მოეთხოვებათ გარკვეულ აქტივობებში ჩართვა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში ჩასვლას, მასწავლებელთა კორპუსთან შეხვედრას და ამ აქტივობების დროს წარმოჩენილი სხვადასხვა შეკითხვების თუ რეკომენდაციების მოსმენას. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვეცა, მასწავლებლებს აქვს სრული ინფორმაცია მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმაზე, რომელიც გაგრძელდება სქემის სრულ დანერგვამდე. ზოგად განათლებაში კანონში 11-მდე ცვლილებაა შეტანილი და ზოგი არის არსობრივი ცვლილებები და სწორედ ეს იყო საინტერესო, რამდენად მუშაობს სწორედ ჩვენს მიერ მიღებული კანონები და განათლების სამინისტროსთან ერთად შევხვდით პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, ასევე ჩემთვის საინტერესო იყო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რა მდგომარეობა, როგორ არის და მგონია რომ საკმაოდ ისეთი საინტერესო საუბარი იყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ გურჯაანით არ შემოიფარგლება, ჩვენ ამას მთელი საქართველოს მასშტაბით გავაკეთებთ და აქედან სათანადო დასკვნებსაც გამოვიდეთ. დღევანდელი შეხვედრა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე იყო ნებისმიერი აქდამსწრე საზოგადოებისთვის, როგორც დირექტორებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. მათ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აი ამ სქემასთან დაკავშირებით, პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა უშუალოდ, ძალიან მეგობრულ გარემოცვაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩამობრძანებულ სტუმრებს. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კომენტარი H1N1 ვირუსთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი ინფორმაციით სკოლებში გაცდენების რაოდენობა 16%-ს არ აღემატება და შესაბამისად სკოლების დახურვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, მაშინ სამინისტრო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღებს. განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას სკოლებში დასწრებასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში გაცდენების საშუალო მაჩვენებელი ნაკლებია 16%-ზე, იმ შემთხვევაში თუ ის გადააჭარბებს 20%-ს, უკვე ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგცემს რეკომენდაციებს მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით და იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც იქნება სავალდებულოდ განსახორციელებელი. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით შემოსულ ზარებს და ინფორმაციას, არ არის გაცდენების რაოდენობა იმ დონეზე, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი გქონდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა რეკომენდაციები სკოლებისთვის, ძირითადად ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით.
პანკისის მოსახლეობა ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. როგორც ისინი ამბობენ, უკვე რამდენიმე წელია მშობლიური ენის სწავლას უშედეგოდ ითხოვენ მათივე განცხადებით. ახლა, როდესაც კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ეს შესაძლებელია, ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჯოყოლო სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი აცხადებს, რომ სასკოლო პროგრამაში სავალდებულო საგნად ჩეჩნური ენის შეტანა ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს და ამის მიზეზებს განმარტავს. საკითხზე კომენტარი დღეს განათლების მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ჩვენ თუ დროულად არ მივხედეთ ამ საკითხს, როგორც დღესდღეობით, წოვათუშებს აქვთ დაკარგული თავიანთი ენა, ისევე ახლო მომავალში ჩვენს დავუდგებით ამ პრობლემის წინაშე. ასევე მინდა დავაკონკრეტო, რომ ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ ჩვენ უნდა სკოლებში უნდა მოხდეს ქართული ენის ჩეჩნურით შეცვლა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მოვითხოვთ, დამატებით იყოს ეს დამატებით ისწავლებოდეს ჩეჩნური ენა. როგორც სკოლის დირექტორი და ჩემი აზრი რომ გითხრათ, ნამდვილად საჭიროც და აუცილებელიც არის, ვისაც ეს აინტერესებს. ყველა ბავშვისთვის ეს მე ვიცი, რომ ნამდვილად არ არის საინტერესო და სასურველი. ჩემი აზრი რომ გათვალისწინებული იქნას, მე მაგალითად ძალიან მომხრევ იქნებოდი ყოფილიყო დამატებითი წრე, ან ფაკულტატივის სახით, ან დამატებითი წრე, რომ სურვილის მიხედვით, ნამდვილად მოტივაციით ბავშვი რომ მას უნდა ამ ენის სწავლა, მას ჭირდება ეს, ბავშვი მივიდეს და ისწავლოს. მცირე ენების სწავლებასთან დაკავშირებით, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება ჩეჩნური ენა, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული, რომლის საფუძველზეც უკვე შემუშავებულია და დანერგილია ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს გახლავთ მცირე ენების ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა იმ სკოლას, სადაც სურვილი გაჩნდა, რომ ესწავლოთ მშობლიური ენა, ბადე სთავაზობს საშუალებას იმის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ეს ენა. პანკისის რაიონის სკოლებიდან არ ყოფილა შემოსული მოთხოვნა, თუმცა მათ აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლო გეგმა და შეუძლიათ აიყვანონ მასწავლებლები და მოთხოვნის შესაბამისად აწარმოონ სწავლება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ თავდაცვის მინისტრი დუისში 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე სოფელ წინუბნის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ მათ სოფელს აუცილებლად ესტუმრებოდა, მანამდე კი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიდნენ. სტუმრებთან საუბრისას სოფელ წინუბნის ახალგაზრდებს შეკითხვები და მოსაზრებები ძირითადად შეიარაღებულ ძალებში სამსახურთან დაკავშირებით ჰქონდათ. ადგილობრივ ახალგაზრდობას შეკითხვები აქვს თუ როგორ რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ძალიან დიდი მზეობაა წინა ვიზიტის შემდეგ, ამიტომ უახლოეს ხანებში თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან ერთად ან მანამდე შედგება ხეობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც კიდევ უფრო დეტალურად გასცემენ პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს და გარდა ამისა ის ვიზიტი, რომელიც ძალიან მალე შედგება, უკვე იქნება ორიენტირებული კონკრეტულ პრობლემებზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც თელაველი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლებმა სამგლოვიარო სუფრის გადახდაზე უარი თქვეს და შემოსული თანხა ქველმოქმედებაზე დახარჯეს. ოჯახის ეს გადაწყვეტილება არაერთმა ადამიანმა მოიწონა. რას ფიქრობს საკითხზე სამღვდელოება და ხალხი, რას უკავშირდება ქელეხის ტრადიცია და უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ის ქველმოქმედებამ, თემას ნინო სამნიაშვილი განაგრძობს. გუშინ თელავში დავგრძალეთ ჩემი უახლოესი მეგობარის სახელს და გვარს არ ვწერ, რადგან არ ვიცი რამდენად ესიამოვნება მის ოჯახს. აბსოლუტურად მოულოდნელი, რევოლუციურიც და აღსაფრთოვანებელი იყო მისი ოჯახის გადაწყვეტილება. ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა უპატრონო ბავშვთა სახლებში. ეს სტატუსი ნიკა თუშაბრამიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოყვა. უმეტესობამ ქელეხის გადახდის ნაცვლად ოჯახის ეს ქველმოქმედება მოიწონა და გარდაცვლილისადმი დიდ პატივისცემად შეაფასა. გურჯაანში ამ საკითხზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობისთვის მიუღებელია ტრადიციის დარღვევა და მათი აზრით მიცვალებულის პატივისცემა სწორედ ქელეხის გადახდაში გამოიხატება. ზოგიც მოგრძალებული სუფრის გაშლის მომხრია. გამოკითხული რესპონდენტები და მხოლოდ რამდენიმე აღნიშნა, რომ საჭიროა ქელეხის ტრადიცია ქველმოქმედებამ ჩაანაცვლოს.
დაკრძალვის ცერემონია აუცილებლად უნდა იყოს გენაცვალე, რა თქმა უნდა. ქრისტიანი მართლმადიდებელი ხალხი ვართ და უნდა იყოს. ჩვენი მამა-პაპამ ესე დააწესა და ესე უნდა იყოს. როცა ადამიანი კვდება, ეგღა არის, მაგისი პატივცემა, რომ პატივი მივაგოთ და მაგას როგორც საჭიროა, ისე დავეხმარო. დახმარებაც არ ქვია რა, ისა ჩვენი თავმოყარეობა და იყოს ოღონდ ნაკლებ წრეში, ძალიან არ უნდა იხარჯებოდეს ხალხი, ცოდონი არიან მაინც ნაკლებ წრეში რა. არ უნდა იყოს ნამდვილად ქელერი. ჩემი აზრით ესეა. რატომ? ამიტომ რომ ოჯახიდან კარგავთ ჯიგარ ადამიანს და თანაც ფიქრობ რომ ახლა რა გაამზადო ხალხისთვის, რით ასწე პატივი? არ არის რა, ეს მინდა შეწონილი. ეს უბრალოდ არის ხალხის განსხრომა და ჩემამდე არ მოდის რა. ქელეხი საერთოდ არ უნდა იყოს და უფრო კარგი იქნება რომ ქველმოქმედება გავაკეთოთ. მართლმადიდებელ ეკლესიაში მიცვალებულისთვის ტრაპეზის გადახდას თავისი დანიშნულება ჰქონდა. მამავაჟას შეფასებით ქველმოქმედებაც ისეთივე კეთილი საქმეა, როგორც მიცვალებულისთვის წესების დაცვით გადახდილი ტრაპეზი. ძველად შორი ადგილიდან მოდიოდნენ, არ იყო ეს ტრანსპორტის საშუალება, სწრაფმავალი ტრანსპორტის საშუალება და ნამგზავრები რომ ეტრაპეზათ. ანუ დაკრძალვის შემდეგ ხდებოდა ტრაპეზი. რა თქმა უნდა, ეს ტრაპეზი უნდა იყოს მოკრძალებული. სამწუხაროდ ხდება ჩვენში ესეთ რეალობა, სამწუხარო რეალობა, რომ იმდენად შეთბება ადამიანი ალკოჰოლისაგან, რომ გადადის უკვე ღრეობაში, გადადის გართობაში, გადადის სიცილკისკიში და ეს რა თქმა უნდა ამახინჯებს ამ ტრაპეზის ფორმას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ამ პატარა ისტორიამ ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საბაბი, რომ ამ თემის აქტიურად განხილვა და მსჯელობა დაიწყო. სოციალურ ქსელში დაწერილი შეფასებებით გამოიკვეთა, რომ ადამიანებისთვის ეს მავნე ტრადიცია და მიცვალებულს ქელეხს მხოლოდ იმ მიზეზით უხდიან, რომ მეზობლებმა, ახლობლებმა არ განიკითხონ და წესჩოულების დარღვევაში ბრალი არ დასდონ. ერთგული, უღალატო, განათლებული, ერუდირებული, ასე იხსენებენ გურჯაანში ნელი ჯანელიძეს. პედაგოგთა პრომკავშირების გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ უკურნებელ სენს ებრძოდა, ის მხნედ იყო და სხვებსაც ამხნევებდა. ნელი ჯანელიძე ტელეკომპანია გურჯაანის ხშირი რესპონდენტი იყო, მაყურებელს კარგად ახსოვს მისი კომპეტენტური კომენტარები განათლების საკითხზე. ნელი ჯანელიძეს მშობლიურ გურჯაანში ხვალ დაკრძალავენ. ნელი ჯანელიძე იყო მაღალი ინტელექტის ქალბატონი, იყო თავის საქმის პროფესიონალი, მცოდნე, მორწმუნე და სამი შვილის დედა. ძალიან ადრე წავიდა, იმიტომ რომ კი ვიცოდი რომ ცუდად იყო, მაგრამ მაინც არ ველოდი ესე მალე. დიდი დანაკლისი იქნება. ნელი ჯანელიძე იყო განათლებული, ერუდირებული ადამიანი, თავისი საქმის ხმად და კარგად მცოდნე და საკმაოდ მართლზომიერი, განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელობდა და სამართლიანი ადამიანი იყო. სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ვიღაცა გვეძახის ამ სახელწოდების სპექტაკლს რეჟისორი მურად ვარშაკიძე თამაზ ბიბილურის პიესის მიხედვით დადგამს. სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა უნდა ჰქონდეთ და ერთმანეთისთვის სიმარტოვის შემსუბუქება შეეძლოთ. პრემიერა სავარაუდოდ თებერვლის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი. ძირითადში ეს ეხება გვიყვარდეს ადამიანები ერთი მეორე. გაუფრთხილდეთ ერთი მეორე. სიმარტოვე ეს უდიდესი ტკივილი კაცობრიობის. როგორმე აღმოფხროთ, როგორმე დავანახოთ, რომ არ შეიძლება ამის იკეთება. პრინციპში მაინც აქეთკენ მიდის ეს პიესა და ამაზე სინოპტიკოსები 23 იანვარს რეგიონში წვიმას ვარაუდობენ, 24 იანვრიდან კი მოთოვს. მეტეოროლოგების პროგნოზით 24-25 იანვარს კახეთში დღის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. უამინდობა ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე გაგრძელდება. 23-დან საქართველოში დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა მთიან რაიონებში თოვლი. 24-დან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს იქნება ცივი ჰაერის მასები, ამიტომ წვიმა დაბლობსა და ბარში გადავა თოვლში, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ითოვებს 24-25-ში. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია 0-დან 0-ს ქვევით, ეს იგი უარყოფითი გვექნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული პირი ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ავტომანქანის, რომელთაც დაკავებული გადაადგილდებოდა და მისი პირადი შლიქისას არარეგისტრირებული ავტომატი 5 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა ამოვიდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის შენარჩუნებისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვებას დღის სხვა ამბებით განვაგრძობთ. ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კაიროში პირამიდებთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 პოლიციელია. წინასწარი გამოძიებით ელ-ჰარამის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. NBA All-Stars აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. ზაზა ფაჩულიას მიზნამდე 14228 ხმა დააკლდა და ის 768112 ხმით მეოთხე ადგილზე გავიდა. ფაჩულია ამ ბოლო არასრულ ერთ კვირაში 450000 ხმაზე მეტი მიიღო, რაც გამორჩეული შედეგია და ამას NBA-ის ანალიტიკოსები გამორჩეულად აღნიშნავენ. რაც შეეხება პირველ სამეულს, ესენი არიან კობი ბრაიანტი, კევინ დურანტი და კავაი ლეონარდო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ასეთი იყო დღეს განვითარებული მოვლენები, ნახვამდის.